მისალმები მათ ვინც ამ დროისთვის შემოგვიერთდა, მე შეგახსენებთ თქვენ უყურებთ და უსმენთ რადიოაქტიურ საათს. გახლავართ მაკაცინცაძე, ჩვენი მოსმენის საშუალება თქვენ FM 94 და 7-ზე შეგიძლიათ რადიო მაესტროს მეშვეობით. 1 მილიარდერი და 1.1 მილიონერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს მილიონები გადაურიცხა, მილიონები პოლიტიკური საქმიანობისთვის და არა წინა საახალწლოდ. ერთ-ერთი ვინც ბიზნესმენის ფინანსური დახმარება მიიღო, სწორედ ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილია, რომელიც ჩვენთან სტუდიაში იმყოფება და რომელიც ამ ხნის განმავლობაში და ამ დღეების განმავლობაში არსებობდა დასმულ შეკითხვებს მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ მომწურავად უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო კობა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სულ რაღაც 1 საათის წინ პირველ საათზე დაიწყო თქვენი პრესკონფერენცია. მე მაინტერესებს სწორედ მის შედეგები, რაზე ისაუბრეთ, რა. სწორედ იმაზე რა თქვენ ამ წუთში ბრძანეთ, თქვენ აღნიშნეთ და მას აღნიშნავდა სახელმწიფო მასმედია, რომ კობა დავითაშვილმა მიიღო შემოწირულობა პირად ანგარიშზე და არა ხალხის პარტიამ. დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან თქვენ პირად ანგარიშზე გადმოირიცხა 1.100.000. ამ შემთხვევაში გარკვეული ნაწილის იგივე მედიის მხრიდან კეთდებოდა ესეთი შეფასებები, რომ ხალხის პარტიაში მხოლოდ ერთი ადამიანია გაწევრიანებული და სწორედ ამიტომ მოხდა პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ეს არის სიცრუე, როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც 11-მა იურიდიულმა პირმა თანხა ჩარიცხა ხალხის პარტიის, პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე და არა კობა დავითაშვილის პირად ანგარიშზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიდანვე იყო ცნობილი და დღეს მე წარმოვადგინე საბანკო ამონაწერი ჩვენი ანგარიშიდან, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს საპირისპირო ინფორმაცია და თქვეს, რომ კობა დავითაშვილმა პირადად მიიღო ეს ფული. არათუ კობა დავითაშვილი არ აპირებს პირადად ამ ფულის გამოყენებას და ვერც გამოიყენებს, არამედ ხალხის პარტიის პარტიულ ინტერესსაც არ მოხმარდება ეს ფული. ეს ფული მოხმარდება ოპოზიციური კოალიციას, ქართულ ოცნებას, რომლის პოლიტიკურ საქმიანობას, პროგრამის გაცნობას, ოფისების გახსნას მოხმარდება ეს ფული. და ამ ფულის დახარჯვით სარგებელს ნახავს ძალიან კონკრეტულს ხალხი და მე შევახსენებ რა არის ეს სარგებელი. რა ტიპის სარგებელზეა, დიახ, ეს მაინტერესებს. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ 2003 წლის ასე ვთქვათ რევოლუციის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას დაავიწყდა თავის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც შეეხებოდა ანაბრებს, პენსიებს, სტაჟის და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეების შეგავათებს და ჩვენ ვისაც არ დაგვავიწყდა და ასევე წინასაარჩევნო დაპირებები ჰქონდა, პერიოდულად ყველა საარჩევნო კამპანიის დროს ვიბრძოდით ამის თაობაზე და სწორედ საარჩევნო კამპანიამ 2006 წელს გაახსენა ბრჭყალებში ხელისუფლებას დანამატი პენსიაზე სტაჟის მიხედვით და მაშინ მოხდა ეს სწორედ ჩვენი საარჩევნო კამპანიის შედეგად. ჩვენ მივახციეთ მანამდე გაყინული პენსიების დაბრუნებას მოსახლეობისთვის, რომლის დაბრუნებას არ აპირებდა ახლად მოსული ხელისუფლება და სასამართლოებში ასაჩივრებდა თავის მიერ, ასე ვთქვათ, ოპოზიციაში ყოფნის დროს მოგებულ პროცესებს. შემდეგ ეს იყო მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი, რომელზეც ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალა აწარმოებდა ბრძოლას და მივახციეთ ჩვენ ამ ფიქსირებულ გადასახადს. მე შემიძლია მრავალი მაგალითი ჩამოვთვალო ამასთან დაკავშირებით. იგივე პენსიონერთა დაზღვევა. მე შეგახსენებთ, რომ სწორედ ეროვნულმა საბჭომ ადგილობრივ არჩევნებზე წამოჭრა პენსიონერთა დაზღვევის თემა და სწორედ ჩვენ ჩატარებულმა საარჩევნო კამპანიამ აიძულა ხელისუფლება, რომელიც პენსიონერებს არათუ სახელმწიფოს ხარჯზე არ აზღვევდა, არამედ კერძო კომპანიების თავს იკავებდნენ პენსიონერების დაზღვევისგან, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო არასრული, მაგრამ ნაწილობრივი, მაგრამ პრინციპის დონეზე იქნა დაშვებული პენსიონერთა დაზღვევა. ამაზე ჩემთვის არის ცნობილი, თქვენი ოპონენტი რომ იყო ახლა სტუდიაში, აუცილებლად იტყოდა, ანუ შეახსენებდა იმ დაპირებას, რომ 2012 წლიდან ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაზღვეული. იცით რა, ნებისმიერი მოქალაქის დაზღვევა ერთია, მაგრამ პენსიონერის დაზღვევას ახლავს. პენსიონერის დაზღვევას ახლავს განსაკუთრებული რისკი, თუმცა ჩვენ არა ვართ კმაყოფილი იმ დაზღვევის პაკეტით, რომელსაც პენსიონერებს თავაზობენ და მიგვაჩნია, რომ როგორც სახელმწიფო მოხელებს აქვთ ოქროს პაკეტი 100%-იანი დაზღვევა, სწორედ 100%-იანი და არა 20 ან 40%-იანი დაზღვევა უნდა შესთავაზოს. რამდენად შესაძლებელი იქნება არსებული პირობების სავსებით შესაძლებელია თუ საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობის თანხებს გამოვაკლებთ, საპრეზიდენტო თვითმფრინავის მიხეილ სააკაშვილის პირად გართობაზე დახარჯულ თანხებს, ასევე იმ სხვა ხარჯებს, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ჩაიდო. სხვა ხარჯები, რომელიც გაწერილი არის საქართველოს ბიუჯეტში, არის მილიარდზე მეტი. მილიარდზე მეტი თანხა არ ჭირდება ყველა მოქალაქის უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფას ნამდვილად.
კი ბატონო, მოდი დაუბრუნდეთ ისევ აი ამ მილიონებს, ასე ვთქვათ. მე მაინტერესებს თქვენ რამდენად დაპირებდით, რომ არა ეს მოთხოვნა იგივე თორთლაძის საგარეშვილის, რამდენად დაპირებდით აი ამ ჩვენ ეს კანონით გვევალება და ყოველთვის გავკეთებდა და მომავალშიც გავაკეთებდით. იანვარში ხდება ფინანსური წლის დახურვა, მათ შორის შემოწირულობების, ხარჯების აღრიცხვა და საჯაროდ გამოქვეყნება პრესის საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. არაფერი საიდუმლო ამაში არ იყო. მე არავისთვის ეს არ დამიმალავს. ერთადერთი რომელ ტელეკომპანიასაც არ მივეცი კომენტარი, ეს იყო ტელეკომპანია იმედი, ვიცოდი რომ ჩემ კომენტარს ან არ გაუშვებდნენ, ან ისე დაამახინჯებდნენ, რომ საპირისპირო აზრი გამოვიდოდა. აქედან გამომდინარე, არავისთვის დამალავს არ აპირებდა და კანონითაც გვევალებოდა. ეს იყო საჯარო გადარიცხვა, საჯარო შემოწირულობა. საერთაშორისო ხელისუფლებამ კანონიც მიიღო იმის თაობაზე, რომ ეს მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო, მათ უბრალოდ დააგვიანეს და ეს გადარიცხვა უკვე მოხდა. კი ბატონო, 2012 წლიდან როგორ აპირებთ, თქვათ იგივე ამ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ უკვე? ჩვენ ყოველთვის კანონის საფუძველზე მოქმედებდით და მომავალშიც კანონის საფუძველზე ვიმოქმედებთ. ამ შემთხვევაში დარჩება შემოწირულობის უფლება კერძო პირებს და ჩვენ ამ შემოწირულობას მივიღებთ კერძო პირების. გასაგებია. პლუს ამას მაინტერესებს რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს ამ ფაქტის გასაჯაროება მოითხოვა საპარლამენტო ოპოზიციამ. ქართულ პოლიტიკაში ბოლო პერიოდში და არა მარტო ბოლო პერიოდში რა თქმა უნდა საკმაოდ ხშირი იყო იგივე ალიანსები 8-იანი 6-იანი ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი ერთობის შესანარჩუნებლად მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენ შემთხვევას გულისხმობ საჭიროა ამ მილიონების გარდა ბუნებრივია კიდევ რა არის საჭირო ისიც რა მილიონები სულ არ ჭირდება ერთობას მილიონები და თანხა საუბარი და თანხა საჭირო თანხა პოლიტიკაში საჭიროა იმისთვის რომ შენ ჩაატარო ისეთი საარჩევნო კამპანია რომ ყველა მოქალაქეს რომელსაც ხელი არ მიუწვდება მაესტროზე კავკასიაზე და დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე რომელიც მხოლოდ სახელმწიფო არხების სიცრუეს ისმის გააგებინო შენი სათქმელი ეს ერთი და მეორე უზრუნველყო ხმის დაცვა რომ ყველა საარჩევნო უბანზე მათ შორის ისეთ რეგიონებში სადაც ხელისუფლება ზოგჯერ 100%-იან შედეგებს იწერს ხოლმე ოქმებში ყველა რეგიონში იყოს წარმომადგენელი ოპოზიციისა ყველა საარჩევნო უბანში დიახ ამას ჭირდება თანხები დიახ ეს თანხები დღეს ოპოზიციას აქვს რაც შეეხება ერთობას საჭიროა ერთობის სურვილი და ეს სურვილიც არსებობს ანუ კეთილინება ბატონობა რეგიონში ბოლოს როდის ბრძანდებოდით გუშინ არა გუშინდელ დღემდე გულისხმობ მანამდე ანუ მანამდე რას ნიშნავს გუშინამდე გუშინ წინ ვიყავი გუშინ წინ ანუ გრუპებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გულისხმობ ბუნებრივია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად ხვდებოდით რეგიონში მოსახლეობას იმიტომ რომ მე მაგალითად მომისმენია რომ არავინ ჩვენთან არ ჩამოდის რეგიონებში ყოველ შემთხვევაში ამას საკმაოდ ხშირად ამბობს იქაური მოსახლეობა ადგილობრივები არ ინტერესდებიან ჩვენი პრობლემებით არ იგულისხმება ალასანიას ხაზგასმით აღნიშნავენ ხოლმე რომ ალასანია ხშირად დადის რეგიონებში. ჩვენს დავდივართ სამწუხაროდ ჩვენ ვიზიტებს არ აშუქებენ. ეს უნდა კითხოთ იმათ ვინც არ აშუქებს. თქვენი მოსაზრება მოხარცუდია. არ ვიცი. ანუ შუქდება ალასანია როდესაც მიდის არ ვიცი, ალასანიაც შუქდება უფრო დამოუკიდებელ ტელეკომპანიებში და მე არა, ტელეკომპანიებს არ გულისხმობ, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში სააგენტოებს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. კი ბატონო. გარდა ამისა, მე მინდა მსმენელს და მაყურებელს შევახსენო, თქვენ შეგიძლიათ არკოთ სტუდიის ნომერზე 2-400-960 დასვა თქვენი შეკითხვა, თუ რა თქმა უნდა გაქვთ და მე დარწმუნებულია რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარეკავს, საკმაოდ აქტუალურია ბატონო გობა დავითაშვილი. თუ გავითვალისწინებთ ბოლო ამ შემთხვევაში ინტერნეტ კვლევას ბატონო კობა, რომელიც სააგენტო პირველმა ჩაატარა, არ ვიცი რამდენად ენდობით, ეს ცალკე თემა, მაგრამ ამ კვლევის მიხედვით გამოიკითხა 3724 სუბიექტი, საიდანაც თქვენ მიიღეთ მხოლოდ 4 ხმა. ამის გარდა ექსპერტთა ნაწილის შეფასებით ისინი ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კობა დავითაშვილი და ზვია ძიძიკური რაღაც ერთობლივად მოიაზრებოდა და არ იყო საუბარი მხოლოდ კობა დავითაშვილზე დაფინანსების კუთხით გულისხმობ. ასეც არის კონსერვატულ პარტიასაც ჩაიცხადა იგივე თანხა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თქვენ მოიაზრებოდით თუ არა ერთად თუ იგივე ზვია ძიძიკური რომ არ ყოფილიყო თქვენ ცალკე მოხდებოდა თქვენი ალიანსში გაწევრიანება. და თქვენ მისვამთ შეკითხვას რომ ეს ადრესატი სხვა უნდა იყოს და ბატონ ბიძინას უნდა დავასრულოთ. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, თქვენ ბრძანდებით მე სპეკულაციებს არ ვარ მიჩვეული რა იქნებოდა რომ ასე ყოფილიყო და ისე ყოფილიყო. რა ეს არის შეკითხვა საზოგადოებას აწუხებს. მე მომისმენია საზოგადოების წევრებიდან სწორედ აქედან გამომდინარე მინდა რომ მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ როდესაც სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ადგილობრივი არჩევნების წინ
ყველა კვლევის საფუძველზე ეროვნულ საბჭოს, რომელშიც შედიოდა დავითაშვილი და ზვია ძიძიგური, 1%-იც არ ჰქონდა მხარდაჭერის. როცა ჩატარდა არჩევნები, ბლოკმა ალიანსი საქართველოსთვის მიიღო საქართველოს მასშტაბით 9% და ეროვნულ საბჭომ მიიღო 7%. დიდი სხვაობა არ არის. კი ბატონო. როგორ იქნება კი ბატონო. ეხლა მე მართალითად თუ ჩვენი ამოცანაა რომ მე დაუპირისპირდი ალასანიას და შურით აღვივსო მის მიმართ რომ ის რეგიონებში დადის და მაღალ რეიტინგებს უწევენ, შურით არ აღვივსები. მიხარდება. არ არის საუბარი ბატონოკობა, ეს არის თემა რომელიც კი ბატონო. გამიხარდება ჩემი კოლეგის, ასე ვთქვათ, კარგი რეიტინგიც და მისი აქტიური მუშაობა იმ რეგიონებში, რომელშიც მე ყოველთვის დავდიოდი და მან 2 წლის წინ დაიწყო. გასაგებია. სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, თუ შეიძლება. ამ შემთხვევაში რას აპირებს ხალხის პარტია? გასაგებია, რომ ალიანსთან ერთად აპირებთ, რასაც აპირებთ, უფრო კონკრეტულად რომ მოხდება და გვიან. უფრო კონკრეტულად ეს არის ამოცანა შევცვალოთ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით. ამისთვის საჭიროა მთელი საქართველოს მოცვა, ამისთვის საჭიროა ყველა უბანზე დამკვირვებლების და ასე ვთქვათ ოპოზიციური კომისიის წევრების სათანადო მომზადება. ჩვენ გამოვედით კიდეც საარჩევნო სკოლის შექმნის იდეით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი წამოწყება არ დარჩება უკვე პარტიულ წამოწყება და იქცევა საერთო საქმეთ კოალიციისა და ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამორჩევლის მობილიზაცია, ყველას გამხნევება, დაიმედება და მიცემა იმის გარანტიისა, რის გარანტიასაც აქამდე ჩვენ ვერ ვაძლევდით. დიახ, უსახსრობის გამო. დიახ, ჩვენ არ შეგვეძლო გაგვეგზავნა ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში, თბილისიდან დამკვირვებლები, რომლებიც იქ უბრალოდ იდგებოდნენ და თუნდაც მომსვლელებს ახრიცხავდნენ, რომელთა რიცხვი ძალიან დაბალია. მე არ ვამბობ, რომ ამ რეგიონებში ხელისუფლებას არ უჭერენ მხარს, მაგრამ არჩევნებში ძალიან ცოტა ხალხი მიდის. დააფორმებენ 100 და ზოგჯერ 120%-იან შედეგებს ხოლმე. ეს აღარ მოხდება. სხვათა შორის კონსერვატიულმა პარტიამ ჩაატარა ესეთი ექსპერიმენტი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც მარნეულში და გარდაბანში გააგზავნა თბილისიდან დამკვირვებლები და რამდენიმე 10,000-ით ნაკლები ხმა მიიღო ხელისუფლება. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ არ მოხდა მომსვლელთა რიცხვის ხელოვნური გაზრდა, იმის გამო, რომ ყველა უბანში იყო ჩასული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა ადგილობრივი, მე ადგილობრივებს კანონმდებლობას უცხადებ. უბრალოდ პარტიები მიდიან მოდიან, ისინი რჩებიან და ტერორის ქვეშ არიან. ის მათი მოთხოვნაა ხომ ხშირად რომ ჩამოსული იყოს ადამიანი დამკვირვებელი, რომელიც დაიცავს სამხედროს. ესე რომ ის ყულაბა რაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ასეულ ათასობით ხმებისა, რის საფუძველზეც მან საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა და საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, სწორედ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსი, რომ ყველა უბანში გვყავდეს დამკვირვებელი, ის ამას ვეღარ მოახერხებს. ამით არის გამწარებული, ამიტომ ზღუდავს ის პარტიების დაფინანსების შესახებ კანონს, ამიტომ იღებს, ამიტომ გამწარდა, როდესაც კანონის მიღებამდე პოლიტიკურმა ოპოზიციამ იმ 11 იურიდიული პირისგან მიიღო პოლიტიკური დაფინანსება და ამიტომ ცდილობს სიცრუის და ცილისწამების კამპანიის აგორებას. ზოგადად ამაზე მინდა ვისაუბროთ თქვენთან, უკვე ეს არის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზეც რომ გავრცელდება ეს შეზღუდვა, რომელთაც პოლიტიკური მიზნები უკვე გაცხადებული აქვთ. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაგრძელდეს იგივე ვთქვათ აი ამ ალიანსის დაფინანსება? კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ კანონის ფარგლებში მოვახერხებთ ჩვენ საქმიანობას და კანონს არ დავარღვევთ არასდროს. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში? ჯერ გასაგებია, რომ კანონი მიღებული არ არის, მაგრამ რეგულაცია უკვე პირველი მოსმენით გავიდა პარლამენტში. და ჩვენც ესე როგორც გაირკვა ხელდაკრეფილი არ ვიყავით და ჩვენც გადავდგით რაღაც წინასწარი ნაბიჯი. ეს მოხდა 2012 წლამდე, შემდეგ თქვათ როგორ გესახებათ? იცით რა, მე რომ მახსოვს ჩვენ მილიონი ლარი კი არა, 100,000 ლარი არ ქონია კამპანიაზე არც ერთ საარჩევნო წელს და ვახერხებდი ხოლმე როგორღაც ბარიერის გადალახვას და თუ კი მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამ შემთხვევაში ლაპარაკია 4,400,000 ლარიან საარჩევნო ფონდზე, ეს სავსებით საკმარისია ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. კი ბატონო. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 249-460. მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არის მაყურებელი ხაზზე. კი ბატონო, კარგით გასაგებია.
ბატონო გობა, მე მისმის რომ ეს საკმაოდ ძველი თემაა, მაგრამ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად აპელირებენ ვლადიმერ ჟირინოვსკისთან თქვენ შეხვედრას გულისხმობ. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით, რა მიიღეთ ამ შეხვედრიდან და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ამ შეხვედრამ მაინც და მაინც ეს დადებითად არ ეისახა თქვენს რეიტინგზე. და კიდე მიიღეთ ამ შეხვედრიდან თulit თუ არა დღევანდელი ხედიდან რომ თქვენი შეხედულება რომ დადებითად არ აისახა ჩემ რეიტინგზე ფაქტებით არ არის გამყარებული. არა, მე ვგულისხმობ ბატონო გობა. ეს თქვენი აზრია. არა, ჩემი აზრი არ არის, ჩემი აზრი არ არის, ეს არის ექსპერტთა ნაწილის აზრი, ეს არის მოსახლეობის ნაწილის აზრი. ექსპერტთა ნაწილს და მოსახლეობის ეთერს გარე დავაფიქსე. ექსპერტთა ნაწილს და მოსახლეობის ნაწილს მინდა უთხრა რომ ამ შეხვედრის შემდეგ შედგა ადგილობრივი არჩევნები, სადაც ვიმეორებ, ჩვენ მივიღეთ 7%. თქვენ მიიღეთ 7%. ეს არის მოსახლეობის რეალური აზრი. რაც შეეხება რისთვის შევხვდი, უნდა იყოს აქტიური კონტაქტები რუსეთის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ წრეებთან საქართველოს გამთლიანების მიზნით. მე შევხვდი იმიტომ კომუნისტების წარმომადგენლებს, ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენლებსაც, იმიტომ რომ ამ ორმა პარტიამ თავის დროზე მოამზადა რუსეთში აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება იურიდიული რუსეთის მხრიდან. მათ შექმნეს საზოგადოებრივი აზრი, ისინი იყვნენ მოწინავენი ამ საქმეში და ბუნებრივია თუ ჩვენ გვინდა რუსეთისგან, ასე ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეწყობა, ბუნებრივია არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც საფწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ. ასეთ პოლიტიკურ ძალებთან უნდა მიდიოდეს მუშაობა. სხვათაშორის ბატონმა ჟირინოვსკიმ თქვა, რომ ჩემთან მოვიდნენ ის ადამიანები, ვის სასარგებლო აგიტაციას ეწეოდნენ, ჩემთან მუშაობდნენ და ამიტომ ეცეთ თუ თქვენც იმუშავებთ ჩემთან, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩემი პოზიციის კორექტირება სავსებით შესაძლებელია. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, აქედან გამომდინარე ეს ვიზიტი თავისთავად იყო მნიშვნელოვანი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კომუნისტებთან შეხვედრა, არის ზუგანოვის მოადგილე ბატონი კალაშნიკოვი, ეს არის ახალი თაობა კომუნისტებისა, ის სოციალ-დემოკრატებას, ასე ვთქვათ, ფრთას ეძახიან, რომელიც საგარეო ურთიერთობებს კურირებს. მან დასვა ძალიან საქმიანი შეკითხვები, რომ თუ კი მოხდება ჰიპოთეტურად საქართველოს გამთლიანება, რა დაემუქრება რუსულ საკუთრებას, რომელიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე იმყოფება. თავისთავად შეკითხვის დასმა, ასეთი შეკითხვის დასმა უკვე იმედის მომცემია. ანუ ისინი განიხილავენ ამ შესაძლებლობას და მათ სურთ მიიღოთ გარანტიები, რომ ასეთ შემთხვევაში მათ საკუთრებას არაფერი არ დაემუქრება. ბუნებრივია, მე ვთქვი, რომ ჩემი პოზიცია იქნება, რომ საკუთრება, რომელიც კანონიერად არის მოპოვებული და არ არის, ვთქვათ, დევნილისგან, ასე ვთქვათ, იქ ცხოვრები ქართველისგან მიტაცებული და მოხდა ისი კანონიერად მოპოვება, აი ძველი საბჭოთა სანატორიუმები რომ არსებობდა და იმის ბაზაზე და ასე შემდეგ, ბუნებრივია ასეთ საკუთრებას არაფერი არ დაემუქრება. მან ეს აყოფილებით მიიღო ეს პასუხი და შემპირდა, რომ როდესაც კომუნისტური პარტიის ასე ვთქვათ, საბჭოზე იქნება განხილვა ამ საკითხისა, რომელიც უკავშირდება საქართველოს, ჩემი ეს პოზიცია და საქართველოს, ასე ვთქვათ, საქართველოს მნიშვნელოვანი ეს პოზიცია იქნება გაჟღერება. ამას ქვია ლობირება. რასაც მე ვაკეთებ, ამას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. იმის ნაცვლად რომ მადლობა მითხრან საყვედურს მეუნებიან. რატომ მე არ მინდა აღვნიშნო ბატონო გობარ, საკმაოდ ხშირად ოპოზიციური პარტიების მხრიდან ლიდერების გულისხმობ რა თქმა უნდა, ისინი ამბობენ რომ ჩვენ არ ჩავდივართ, ჩვენ არ გვაქვს კონტაქტი რუსეთთან, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების საქმე. ვერ დაგეთანხმებით ამაში და გეტყვით. ნებისმიერ ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაშიც, რომელიც არც თუ ისე დემოკრატიულია და ძალიან გავს საქართველოს ამ შემთხვევაში როგორც არის რუსეთი, საზოგადოებრივ აზრს მაინც აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ საზოგადოებრივ აზრში საზოგადოებისთვის ცნობილი და პოპულარული ადამიანები, რომლებიც იდეას საქართველოს გამთლიანებისა გაუწევენ პროპაგანდას. მე რუსეთში წავედი სხვათა შორის კი შევხვდი კომუნისტებსაც, ჟირინოვსკისაც, მაგრამ მე შევხვდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონ ლეონტიევთან შეხვედრა. ლეონტიევი არის ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ცნობილი სახე, მათ შორის მმართველი ედინა რასიას პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი. გავლენიანი ფიგურაა, რომლის აზრს ითვალისწინებენ და საზოგადოებრივ აზრის შემქმნელი. აი მან 2009 წლის აგვისტოში განაცხადა, როდესაც იყო დიდი ზარზეიმი აგვისტოს ომის წლისთავისა, სადაც რუსული საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავდნენ, რომ აი ჩვენ ომში გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ არა მარტო საქართველოს, არამედ ამერიკაც. ლეონტიევმა განსხვავებით ამ საყოველთაო ეიფორიისა გააკეთა საჯარო განცხადება ტელევიზიით, რომ ეს იყო შეცდომა პუტინის და ხელისუფლების მხრიდან ეს ომი
და მან თქვა რომ ჩვენ მშვიდობისკენ იძულება კი არ უნდა გავკეთებინა, არამედ ტერიტორიული მთლიანობისკენ უნდა გვეიძულებინა კარგი გაგებით საქართველო და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აფხაზების და ოსების უფლებებსაც დავიცავდით და არ დავკარგავდით საქართველოს, რომლის ტერიტორიაზე შეიძლება განლაგდეს ამერიკული სამხედრო ბრაზები, იმიტომ რომ ჩვენ ასე მოვეკეცით საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამას აცხადებს რუსი იმპერიალისტი და არა დემოკრატი, იმიტომ რომ სწორედ იმპერიალიზმისგან გაცხადებული ეს პოზიცია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ხელჩასაჭირი. ასეთი ადამიანი რომ თავისით გამოჩნდა, ამ ადამიანს ხელის ჩაჭიდება უნდა მე რომ გამოვიდე რუსულთის ტელევიზიით და დებატებში შევიდე, ვთქვათ, მოწინააღმდეგეებთან, არ ექნება ამას ეფექტი, მაგრამ თუ ლეონტიევი დაუპირისპირდა, იგივე მარკოვს, იგივე მიგრანიანს, იგივე ზატოლინს, რომლებიც არიან საქართველოს დანაწევრების მომხრე. და დაიწყო დასაბუთება, რომ ეს არასწორია და რუსეთის ინტერესებში არ შედის. ლეონტიევს უფრო დაუჯერებენ, ვიდრე მე, ან ვალერია ნავადოვსკაიას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ან სხვა რუს დემოკრატს, რომელსაც არ აქვს ის გავლენა, როგორც აქვს ბატონ ლეონტიევს. ამისთვის ჩავედი რუსეთში და მიმაჩნია რომ სწორად მოვიქეცი. მე არ მესმის ლოგიკა იმისა, რომ იცით რა, თუ ხელისუფლების საქმეა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ახ ოპოზიციის საქმეა. ხელისუფლება რომ ჩადის, ხელისუფლება შეზღუდულია, მას არ შეუძლია ჰიპოთეტურ შემთხვევებზე ისაუბროს, ის უფრო შეზღუდულია მოლაპარაკებებში. ოპოზიცია ამ შემთხვევაში უფრო ხელფეხ გახსნილია, მე შემიძლია შევხვდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, უფრო ღია დისკუსია მქონდეს, უფრო თავისუფლად საუბრობენ ჩემთან ვიდრე ხელისუფლებასთან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიმაჩნია და მომავალშიც ვაპირებ რომ ქართული საქმე გავაკეთო. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია რომ უნდა იქნას გამოყენებული ამისთვის ქართული დიასპორა, რომელიც არის რუსეთში. როგორც სომხებს ყავთ სომხური ლობი ამერიკაში და ევროპაში, რომელმაც გენოციდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და იცით რა, დამატებითი გადაწყვეტილებები იქნა ხო მიღებული საფრანგეთში. ეს ხომ სომხური ლობის დამსახურება. რაც კარგი აქვს ჩვენ მეზობლებს უნდა მიგვაძო და უნდა არსებობდეს ქართული ლობი რუსეთში. ამიტომ შევხვდი დიასპორის წარმოადგენლებს. სამწუხაროდ დამხვდა სურათი, რაც საზოგადოებრივ ქართველებს გვახასიათებს, რომ არსებობს რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებული, ვიდრე იმით, რომ ერთიანი კოორდინაცია ჰქონდეთ საერთო ქართული საქმის გასაკეთებლად, როგორც ეს სომხებს აქვთ მაგალითად. მე ნამდვილად ვშურს სომხების და მინდა რომ ქართული დიასპორა და ქართული ლობი დაემსგავსოს სომხურ დიასპორას და სომხურ ლობის. სომხეთმა სხვათა შორის მოახერხა რომ ამერიკასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და რუსეთთან. და დაამსხვრია მითი იმის თაობაზე, რომ თუ ამერიკასთან ხარ კარგად რუსეთის მტერი უნდა იყოს და თუ რუსეთთან ხარ კარგად, მაშინ ამერიკის მტერი. ჩვენ ამაშიც ალბათ ჩვენ მეზობლებს უნდა მივბაძოთ. ამას აღნიშნა, მომავალშიც აღნიშნა და არაფერი. და საზოგადოებამ სხვათა შორის თუ გამოკითხვა გაინდა, ჩატარდა გამოკითხვა ჩვენი რუსეთში ვიზიტის შემდეგ. და 70%-მა ემახსოვს ტელეკომპანია კავკასიაში დადებითი შეფასება მისცა, რომ დიახ, კონტაქტები უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსების და რუს პოლიტიკოსების და ეს აისახა ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე. აბსოლუტურად ამოწურავი იყო თქვენი პასუხი. მე მაინტერესებს თქვენ ახსენეთ ამ შემთხვევაში იგივე მოლაპარაკების გზით, თქვა ტერიტორიების დაბრუნება. რამდენად რეალურად გესახებათ ამას, იმიტომ გეკითხებით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, უბრალოდ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 1 თვის წინ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ნატოს საზღვრები გაფართოვდებოდა. იგულისხმებოდა რა თქმა უნდა საქართველო. როდესაც ვთქვათ რუსეთის ხელისუფლების ლიდერი ერთ-ერთი, მოდი ასე ვთქვათ, ასეთ განცხადებას აკეთებს. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ამ ფონზე შესაძლოა მოლაპარაკების შედეგად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები? რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის PR კამპანია, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში დაკავშირებულია რუსეთში არჩევნებთან, ეს იყო წინა საარჩევნო განცხადება. საარჩევნო ციებ-ცხელება რუსეთში დასრულდება მომავალ წელს, ასევე როგორც ასე ვთქვათ, ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნებით და ამის შემდეგ უფრო მშვიდი საუბარი იქნება შესაძლებელი. წინა საარჩევნო რიტორიკა არასდროს არ უწყობს ხელს, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებს. როგორც წესი, წინა საარჩევნო განცხადებები უფრო ხისტია, მე არ ვამბობ, რომ ეს იოლია, მაგრამ ეს შესაძლებელი. ჩვენ რუსეთის თემას დავუბრუნდებით, მანამდე მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ბატონო ყოლა. გამარჯობათ. მე ვეტერანი ვარ, ყოფილი პოლიციის ოფიცერი და რამდენჯერაც კი მომეცემა საშუალება ქუჩაში ვნახავთ ეთერში თუ რა ქვია ტელეფონზე ყოველთვის დიდ მადლობას გიხდით ბატონო ყოლა. მე დამეხმარეთ მაშინ დეპუტატი იყავით. ძალიან დამეხმარეთ და დიდი მადლობა გიხდით. ეხლა კითხვა მაქვს ასეთი.
თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეს დაუძინებელი წრებიო ვართ ვეტერანები ამ ფაშისტური პარტიის ხო თქვენ რა გაქვთ გეგმაში რას გააკეთებთ იმისათვის რომ ეს მტრობა მოკეს სასიკეთოდ და საკაიკაცოდ რომ გამოგვივიდეს იმიტომ რომ მე ახლა უკვირდები 60 წლის კაცი ვარ კაცო მეც მადლობა ვწირა რომ იქიდან თავი აქამდე ჩამოვიტანე და მაქვს საშუალება თქვენ დაგესაუბროთ ყველას არ გაუმართლა და ძალიან ბევრი იქ დარჩა მაგრამ ვაშკაცებს ვერ ხედავ აი ამ ფაშისტურ პარტიაში. აი იმ ფაშისტებსაც ხოდა გამართლება თუ კაცები იყვნენ იქ ხო არ ჩანან, იმიტომ რომ იმ პერიოდში ყველა საქართველოსთან ათესილი იყო მაპატიამ გამოთქვათ. და ეხლა გულზე ხელში ბაგუნებს საქართველოს გვიყვარს. თქვენ ვიდა გავალა ბატონობა რომ მედიოდი. გასაგებია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მე არ მახსოვს მართალი გითხრათ, არ ვიმახსოვრებ ვის რა დავეხმარე და ხმაზე ვერ გცნობთ. რაც შეეხება იმას, როგორ იქნება დამოკიდება, მე თვითონ ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. ძალიან იშვიათია გეთახმებით ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც ამ ომში იბრძოდა, ზოგი სასწავლებლად, ზოგი სხვადასხვა მიზნით გარიდებული იყო ქვეყანას და დღეს პატრიოტობენ. ეს ფაქტია, არ არის ეს, ასე ვთქვათ, სიახლე ჩემთვის. მე ერთ რამეს ვიტყვი, ვინაიდან მე თვითონაც ვეტერანი ვარ, ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს მე არ შემეხება, თავიდან მინდა განვაცხადო, პირადი ინტერესი არ მომოძრავებს, იმიტომ რომ არასდროს არ მისარგებლია იმ შეღავათებით, რაც არსებობდა კანონმდებლობაში, სანამ გაუქმდებოდა, იყო საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი და სხვადასხვა შეღავათები, იმიტომ რომ მეუხერხულებოდა ამ შეღავათებით სარგებლობა. მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ვეტერანების მიმართ თანაბარი მიდგომა. მე ვიცი, როგორია არათანაბარი საპენსიო უზრუნველყოფა აქვს ვეტერანებს. ანუ აფხაზეთი და სამხედრო. არა მარტო აფხაზეთს, არამედ აი ყოფილ თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ოფიცრებს, ვინც თადარიგში გავიდა. იმის მიხედვით, რომელ წელს გავიდნენ ისინი, ასე ვთქვათ, პენსიაში, პენსიის რაოდენობა 10 ჯერ განსხვავდება და ზოგჯერ მეტჯერაც. ანუ ძალიან მცირე რაოდენობიდან ძალიან სერიოზულ საინტერესო თემაა ბატონო. ძალიან დაიჩაგრა ნაწილი საზოგადოების ის ხალხი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა და მაშინ გავიდნენ, ასე ვთქვათ, თადარიგში და ვეტერანები და პენსიონერები გახდნენ, ღებულობენ მიზერულ პენსიას და ახალი ხელისუფლების პირობებში გასული, ასე ვთქვათ, პენსიონერები ძალოვანი სტრუქტურებიდან ღებულობენ 10 ჯერ და მეტჯერ მეტ პენსიას. რაც ჩემის აზრით უსამართლოა და მინიმუმ რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოხდეს გათანაბრება ყველა ვეტერანისა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის პენსიონერისა. ეს შემიძლია გითხრათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მე არანაირად არ შემეხება, იმიტომ რომ არ ვაპირებ ამ შეღავათებით პირად სარგებლობას. გასაგებია, კიდევ ერთი მსმენელი არის ხაზზე, მოგესალმებით გისმენთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. პატრიოტული ყობა, თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა. გისმენთ. თქვენ ვიცი, რომ დიდი თავგამოდებული ქომაგი ბრძანდებით მეანაბრეების. დიახ, კალბატონო. და ღმერთმა შეგიწიროთ ეს ბრძოლა და ღმერთმა მშვიდობით და გამთავრებინოთ. მაინტერესებს ბატონ ბიძინასთან შეხვედრაზე თუ ქონდათ ამ თემაზე საუბარი და ღმერთმა ინებოს რომ მობრძანდეს და დაგვადგეს საშური და იმედი თუ გვექნება რომ დაგვიბრუნდება ოდესმე ეს ჩვენი ანაბრები. დიდი მადლობა კალბატონო, მართალს ბრძანებთ, მე მაქვს ვალდებულებები თქვენს წინაშე, მეანაბრეების წინაშე. ეს ვალდებულება მახსოვს განსხვავებით ბატონი სააკაშვილისგან, რადგან მეც ვაწერდი ხელს ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რომელიც იყო საარჩევნო, ასე ვთქვათ, დოკუმენტი ნაციონალური მოძრაობისა, სადაც დიახ ანაბრების დაბრუნების დაპირება იყო და მე ერთგული ვჩები ამ დაპირების. რაც შეეხება ახალი კოალიციის პოზიცია, მე არა ვარ უფლებამოსილი და არა მაქვს უფლება მთელი კოალიციის სახელით ვისაუბროთ. იქ არიან საპატივცემლო კოლეგები, თვითონ ბატონი ბიძინას გარდა არიან ბატონი ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ჩვენ ძველი კოლეგები, კონსერვატორები და ეს საერთო განხილვის და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ბუნებრივია კალბატონო, მე დავსვავ ამ საკითხს, ბუნებრივია ჩემი სურვილი და როდესაც პოლიტიკური კოალიცია დგება, ყველა პოლიტიკური ძალა მიდის საკუთარი პროგრამით და მე ხდება ამ პროგრამების შეჯერება. მე ამ საკითხს აუცილებლად დავსვავ, რომ ეს საკითხი გადადგეს. უბრალოდ მე ამ წუთში არა ვარ უფლებამოსილი, რომ ყველა სახელით ვისაუბრო, ეს საუბარი აუცილებლად შედგება და საერთო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. მე ამას არ დავივიწყებ
და აუცილებლად ამ კამპანიას მივიყვან ბოლომდე. სხვათა შორის მე ჩემი პროექტი თუ თქვენ იცით, არ ვიცი შეიძლება მოგწონოთ, შეიძლება არ მოგეწონოთ, მე ვარ მომხრე უძრავი ქონებით დაბრუნებისა, ანაბრებისა, როდესაც განსაკუთრებით მიწის პრივატიზაცია მიდის და ძალიან ხშირად უცხოელები ყიდულობენ ამ მიწის ნაკვეთს და ამ დროს სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებულ შიდა ვალში აქვს ანაბრები, მე მიმაჩნია რომ მიწის პრივატიზაცია მაგალითად უნდა განხორციელდეს ანაბრების საფუძველზე და მიწის ნაკვეთები მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომელთაც ამ შემთხვევაში მოგებულიც დარჩებიან და სახელმწიფოც მოგებული დარჩება, იმიტომ რომ ფულადი სახით გასტუმრება გამოიწვევს ინფლაციას და ამ ფულის გაუფასურებას. უძრავი ქონება ქალბატონო თუ იცით, მიწა ხო განსაკუთრებით იცით, რომ რაც რო გადის, უფრო ძვირდება, ანუ ის ფასს კი არ კარგავს, იმ პირიქით მატულობს. და გარდა ამისა, ეროვნული ამოცანაც იქნება ესე, ჩვენი მოქალაქეების ხელში იყოს ჩვენი მიწა-წყალი და არაუცხოელების ხელში, უცხოელების საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, მაგრამ ყველა ქვეყანა ზრუნავს პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებზე და სარგებელიც ნახოს მოსახლეობა და რაც თავარი ეს სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვეს. მე ესეთი გამოსავალი ვნახე, რომ უძრავი ქონებით ძირითადად მიწის პრივატიზაციის მეშვეობით, მიწის ნაკვეთების დარიგებით მოხდეს ამ ანაბრების გასტუმრება. თუ თქვენთვის მისაღებია ჩემი ეს შემოთავაზება, შემატყობინეთ თუ სხვა რა მოდელი, სხვადასხვა მოდელი არსებობს. მე ვიცი რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა ყოფილმა რესპუბლიკამ ამა თუ იმ ფორმით გაისტუმრა ანაბრები. მაგალითად მე ვიცნობ ლიტვის მაგალითს, იქ მოხდა ასე რომ თუ ასწრები 4000 ლიტი დაწესდა ზედაზღვარი, ეს სადღაც 6000 ლარს შეადგენს და ამაზე მეტი ვისაც ჰქონდა, მაინც ამაზე მეტს არ აძლევდნენ, ოღონდ შედგა სია 15 წლიანი სია გაიწერა, ვინ მიიღებდა პირველ რიგში, ვინ მეორე რიგში და ასე შემდეგ. იქ დაიწყეს პოლიტიკური რეპრესირებიდან, ცოცხლები არიან ჯერ კიდევ 40-იან წლებში მოხდა ხო გასაბჭოება ბევრად გვიან და ასე ჩამოყალიბეს კატეგორიები. ჩვენთანაც არსებობდა ჩვენც ჰქონდა პროექტი კატეგორიები, მაგალითად ინვალიდები, პენსიონერები, აი სოციალური კატეგორიების მიხედვით, თუ იგივე რეპრესირებულების ჩართვა და გაწერა წლების მიხედვით. არსებობს პროექტი სახელმწიფო ობლიგაციებისა, გახსოვთ ალბათ პროსტაობას საბჭოთა დროის ობლიგაციები არსებობდა, შემდეგ გათამაშება ხდებოდა. რამდენიმე პროექტი არსებობს. მე პირადად ჩემ აზრს გეტყვით, რომ უძრავი ქონებით გასტუმრება ყველაზე უფრო სასარგებლო მგონია ხალხისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ამაზე უნდა შედგეს მსჯელობა, ბუნებრივია შედგება კოალიციაში, შედგება ახალ არჩეულ პარლამენტში, ახალ ხელისუფლებაშიც და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გასაგებია. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, თუმცა ამ ფაქტს პრინციპში შეხსენება არ სჭირდება, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ხალხის პარტიის ლიდერი კუბა დავითაშვილი, თქვენ შეგიძლიათ დარიგოთ ტელეფონის ნომერზე 249-460 და პირდაპირ ეთერში დაუსვათ ბატონ კობას შეკითხვა. ხაზია მსმენელი, როგორც მანიშნებენ, მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონო კობა. დიდი იმედით უყურებ თქვენ აქტიურ პოლიტიკაში ყოველთვის ვიყავით, მაგრამ მე ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი ვარ, რომელსაც დღემდე ალბათ შეიძლება კიდეც მიხვდეთ, ძალიან დიდი ხანია ბრძოლა აქვს თავისი სოფლის მიწების დაცვისათვის, რომელიც ამ მთავრობამ, რა ვიცი, უკიდურესობამდე მიიყვანა. და თქვენი თანადგომა გვახსოვს, აი იცით როგორ უანგაროდ, თავდაუზოგავი, კარგად გიცნობ რაც შეგიძლია და თქვენ ძალიან სიტყვის პატრონი და ძალიან ადამიანი, აი კარგი ის მაქვს რა და იმედით შევყურებ თქვენს აქტიურობას, ამ შესაძლებლობას, აქტიურობა ყოველთვის ყავს, მაგრამ აი შესაძლებლობებსაც დიდი მადლობა ხალბატონო. შეკითხვა არ გაქვს? გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა. მე შევახსენებ მაყურებელს და მსმენელს 249-460 ერთი მსმენელის და მაყურებლის მიღების საშუალება კიდევ გვექნება. მე მაინტერესებს ბატონო კობა აქვე. სანამ დაგვიკავშირდებიან ნატოსთან მიმართებაში როგორია თქვენი ხედვა, კურსი როგორი იქნება, რამდენად ემხრობით ინტეგრაციას და ამასთან ნატოში დაკავშირებით. ნატოს წევრობა თუ არ წევრობა ჩემ თვითმიზანს არ წარმოადგენს. მე არა ვარ არც თავგადაკლული მომხრე, აი აუცილებლად უნდა შევიდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იყოს უსაფრთხო და საქართველოს იყოს მთლიანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ საქართველოს მთლიანობას დასჭირდა, რომ ჩვენ ნატოს წევრობაზე თქვა თუ არის, მე პირადად მოვითხოვდი ასეთ შემთხვევაში პლებისციტის ჩატარებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატოს გავიგე.
რუსები აღნიშნავენ ამას, რომ საქართველოს ნატოს წევრობა არის მათი მტრული პოლიტიკის, ასე ვთქვათ, მიზეზი. თუ ეს ასეა და თუ იქნება მოცემული გარანტიები იმისა, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ნატოს წევრობაზე, აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მე ასეთ შეთანხმებას რუსეთთან მხარს დავუჭერდი. მე არ ვაპირებ ეს თავს. ვინ მოგცემს ამის გარანტიას? ბატონო კობა, რომ სახელმწიფო ხელშეკრულება, შეთანხმება რუსეთ-საქართველოს. სწორედ ამისთვის ეს ცოტა ხანძლივ პასუხს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ უნდა მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობის გაუარესების ხარჯზე. რუსებს ადრეც ჰქონდათ საქართველოსგან მსგავსი შეთავაზება, გახსოვთ ჯერ კიდევ შევარნაძის დროს 25 წლიანი ბაზებსაც კი სთავაზობდა ედუარდ შევარნაძე და მაშინ რუსებმა საერთოდ არ განიხილეს ეს წინადადება, სწორედ იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იყო ჩართული ამ რეგიონში მაშინ ასე აქტიურად. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვამ ამ რეგიონში განაპირობა საქართველოს წონის და გავლენის და ეს არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ამ პარტნიორზე და მეგობარზე ხელაღები თუ არის არ უნდა ვთქვათ და პირისპირ რუსეთთან არ უნდა დავჭერთ. მაგრამ აი ამ სასწორზე, რომელიც ერთ იმაზე ამერიკაა და მეორეზე რუსეთი, თუ სადღაც შუაში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოვკარით ხელი, ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ რაღაცა იდეოლოგიების გამო და იმის გამო, რომ მაინდა-მაინც ნეიტრალიტეტს რაც შეეხება, ნეიტრალიტეტი საკმაოდ რთულია, მე არ ვიქნებოდი მისი წინააღმდეგი, მე მახსენდება ავსტრიის მაგალითი და ნეიტრალიტეტს სჭირდება ამ ნეიტრალიტეტის ცნობა დიდი სახელმწიფოების მხრიდან. როგორც რუსეთმა, ისე ამერიკამ თუ სცნო საქართველოს ნეიტრალიტეტი და ეს მოხდა საქართველოს გამთლიანების ფონზე, ბუნებრივია ეს ჩემთვის მისაღები გადაწყვეტილება. ოღონდ ცნობა უნდა მოხდეს დიდი სახელმწიფოების მხრიდან, იმიტომ რომ ავსტრია სწორედ ასე იყო. 45 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მხოლოდ 55 წელს, როცა საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ ცნეს მისი ნეიტრალიტეტი, გახდა რეალურად ნეიტრალიტეტი. რასაც ხელი არ შეუშლია სხვათა შორის ავსტრიისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. მეც ვისურვებდი სწორედ ასე ანალოგიურის გამეორებას, რაც ავსტრიას შემთხვევაში მოხდა საქართველოს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა, მე მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამ ფაქტს, შეხსენება არ სჭირდება, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი, წარმატებებს გისურვებთ. ოღონდ მადლობა საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთვის გამონახეთ, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი იყო ხაზზე, ამას აღნიშნავ, მათ ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ დროში შეზღუდულები ვარ და ცოტა მოგვიანებით შეგიძლიათ კიდევ დაგავშეთ. დიდი მადლობა დროებით. მათ ვინც ამ დროისთვის შემოგვიერთდა, ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამის დირექტორი ნინა ხატისკაცი. ძალიან დიდი მადლობა ნინა სტუდიაში მობრძანებისთვის. უამრავი თემა არსებობს, განსაკუთრებით აი ეს ახალი რეგულაცია, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია და რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, სწორედ დღეს გექნებათ ორი პროგრამის პრეზენტაციაც განხილვაც საიასთან ერთად, ხომ? თუ შეიძლება ახალგაზრდა იურისტები და სამართლიანი არჩევნები 4 საათზე წარმოვადგენთ ჩვენს საზრებებს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერჯერობით არის საკანონმდებლო ინიციატივა, ეს არის უკვე პირველი მოსმენი, ზოგ შემთხვევაში მეორე მოსმენითაც მიღებული საკითხები, უბრალოდ მეორე მოსმენით ეს საკითხები კონკრეტულად ჯერ არ გასულა, თუმცა დღეს იქნება კომიტეტზე ამ საკითხების განხილვას. აქ არის ერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონს. აქ არის ერთი მუხლი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს უკრძალავს გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას. უფრო კონკრეტულად, ესე იგი, აქ არის იურიდიულ, ეს არის სანქციების ნაწილი, რომელიც ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და კონტროლის პალატის შესახებ კანონში შედის, ანუ სანქციებზე ცალკე ვისაუბრებ, თუმცა გარკვეულ შეზღუდვებზე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ვიტყვი რამდენიმე სიტყვით. არის ნაწერი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი იურიდიული პირი და განმარტავ ეს იურიდიული პირი შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს შეიძლება იყოს ბიზნეს კომპანია, ეს შეიძლება იყოს მუზეუმი, რაღაც თეატრალური დაწესებულება, ასე შემდეგ, ნებისმიერი იურიდიული პირი. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ის პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ მას დაუწესდება იგივე შეზღუდვები, რაც უწესდებათ პოლიტიკურ პარტიებს. ამ იგივე შეზღუდვებში იგულისხმება ის, რომ ეს ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ შემოწირულებებს გარდა ფიზიკური პირებისა, ჩვენ ვიცით, რომ იურიდიულ პირებს ეგრძალება დაფინანსების გაღება პოლიტიკური პარტიებისთვის და ასევე იურიდიულ პირებზე გავრცელდება მსგავსი შეზღუდვა და 60,000 ლარის მეტი, ვთქვათ, ფიზიკური პირისგან შემოწირულებებს ვერ მიიღებენ. ამის გარდა ისინი დაექვემდებარებიან ანგარიშგებას კონტროლის პალატასთან მიმართებაში, ანუ რეალურად იგივე შეზღუდვები ექნებათ, რაც პოლიტიკურ პარტიებს. თუმცა აქ მთავარი და მიუღებელი არის
ისე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ერთი არის თუ დადასტურდა პირდაპირ ან პირი კავშირი. ფაქტს ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში. დიახ, ამას გარდა არის ასეთი ჩანაწერი, თუ ამ იურიდიული პირის, ასე ვთქვათ, ან მისი წარმომადგენლის მეშვეობით ეს იურიდიული პირი განახორციელებს აგიტაციას რომელიმე სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში ასეთ ორგანიზაციებს დაუწესდებათ მსგავსი შეზღუდვები და რას ნიშნავს ეს? ამ შემთხვევაში ნებისმიერი, ვთქვათ, ჩვენი ტიპის ორგანიზაცია, როგორც არის, ვთქვათ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. თუ ამ ორგანიზაციაში რომელიმე ადამიანი ორგანიზაციის შიგნით იტყვის, რომ აი მე უჭერებ ხარს აი ამ პარტიას ან ამ კანდიდატს და თქვენც მოგიწოდებთ რომ დაუჭიროთ მას მხარი, ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია დაექვემდებარება ისეთ შეზღუდვებს, როგორი შეზღუდვებიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ შემოწირულებებს, თუმცა ჩვენარი ორგანიზაციები მზად არიან მიიღონ ზოგადად შემოწირულებები და პირიქით ჩვენ გონია რომ ზოგადად სამოქალაქო სექტორი არა მარტო უცხოური დონორების დაფინანსებით უნდა ფუნქციონირებდეს, არამედ შიდა ბაზარიც უნდა გააქტიურდეს და ზოგადად აქ მხოლოდ დაფინანსებაზეც არ არის რაღაცა ცენზურა გამოხატვის თავისუფლებასთან აბსოლუტურად მიუხედველია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო მოხელებს ასეთი შეზღუდვა არ აქვთ და ისინი გამოხატვისგან არც ამ კანონ პროექტით არ აქვთ დამატებითი შეზღუდვები და მათ გამოხატვის თავისუფლება არ აქვთ თუ ისინი უშუალოდ არასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. მე მაინტერესებს რომელიმე ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი ანალოგი არსებობს? ჩვენ სამწუხაროდ ამის დრო არ ქონია რომ მოგვეძიებინა ეს პრაქტიკა. მე დარწმუნებული ვარ, მე შემიძლია ვთქვა, დარწმუნებული ვარ რომ გამოხატვის თავისუფლებასთან ნამდვილად არ იქნება მიბმული არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი აკრძალვები შესაძლოა და ჩვენ ვამბობთ ამას, რომ აკრძალვა და რეგულაციები შესაძლებელია მიბმული იყოს ხარჯვასთან, მაგალითად თუ იურიდიული პირი პარტიის მიზნებისთვის ახორციელებს ხარჯვას, რა თქმა უნდა ასეთი შეზღუდვა უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პარტია შეიძლება დაავარსოს იურიდიული პირები და არსებულ ლიმიტებს აი ამ იურიდიული პირების საშუალებით აუქციოს გვერდი, აუაროს გვერდი და ხარჯოს ვთქვათ შეუზღუდავად. ასეთი რამ მართლაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ ვუცვავთ ხაზს, რომ აუცილებელია, რომ იურიდიული პირები არ ხარჯავდნენ პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის და ვთქვათ თუ ხარჯავენ, მაშინ იგივე ლიმიტებით ხორციელდებოდეს მათზე, როგორიც არის პოლიტიკური პარტიებისთვის. თუმცა ამის მიბმა გამოხატვის თავისუფლებასთან აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა რაც შეეხება სანქციების ნაწილს, მე რამდენიმე საკანონმდებლო აქტი ვახსენე, იქ კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ერთი ის, რომ საკმაოდ მკაცრი სანქციები შემოდის ნებისმიერი იურიდიული პირი და მე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, უფრო ადვილი გასაგები რო იყოს ამ მაყურებლისთვის, თუ მაგალითად რომელიმე იურიდიული პირი რამდენიმე ვთქვათ ძალიან მცირე ღირებულების ვთქვათ კოებით პროდუქტს გადასცემს ამ მომრჩეველს ეს არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში ვთქვათ ეხლაც ამ შემთხვევაში მოხდება ამ კომპანიის ლიკვიდაცია ანუ საკმაოდ მკაცრი სანქცია იმასთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობაზე ალაპარაკებ ვთქვათ ეს შეიძლება იყოს მართლაც ვთქვათ რამდენიმე კილოგრამი რაღაცა კოებითი პროდუქტი რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კომპანიის ლიკვიდაცია და ჩვენ გონია ეს უბრალოდ არაშესაფერისი სანქცია და მართლაც არაადეკვატურია ამ დარღვევაზე და კიდევ უფრო მეტიც ამ მომრჩეველსაც კი იგივე პასუხისგებლობა ეკისრება ანუ ნებისმიერი ამ მომრჩეველი მაგალითად რომელიც მიიღებს რაიმე ვთქვათ სამედიცინო დახმარებისთვის რაღაც ფინანსურ დახმარებას ან პარტია შეეცდება გაუწიოს მას რაღაც სამედიცინო დახმარება ის იქნება ოპერაცია თუ ჩვეულებრივი ამბულატორია ნებისმიერი ამ შემთხვევაში ამ მომრჩეველის ezღუდება 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იგივე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ეს არის პრინციპში ეს არის სანქცია იმასთან დაკავშირებით რომ ეს ამ მომრჩევლები ექცევიან ისეთივე რეგულაციების ქვეშ როგორც პოლიტიკური პარტიები და ჩვენ გონია რომ ეს ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს მართლაც არაადეკვატური და მიუღებელია და არა მარტო მიღების შემთხვევაში ამ დახმარების ამ მიღების მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ანუ ამ მომრჩეველმა ნებისმიერმა მომრჩეველმა რო თხოვოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მის წარმომადგენელს რაღაცა კონკრეტული დახმარება ამ შემთხვევაში მას ვრცელდება ასეთი ტიპის აკრძალვა ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე მე ჩემთვის ცნობილია რომ ძალიან ბევრი ადამიანს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახმარებიან და გაუგზავნიათ იგივე ვთქვათ სხვა ქვეყნებში მე მინდა გავუსვა ხაზი გავუსვა ხაზი იმას რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ზოგადად რომ ამ მომრჩევლის მოსყიდვა უნდა ხორციელდებოდეს და ასეთი აკრძალვები უნდა არსებობდეს ესეთი აკრძალვები არსებობდა წინა საარჩევნო პერიოდში ეხლა ეს აკრძალვა გავრცელდება მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მართლაც ვერ მოახერხებენ ასე ვთქვათ ასეთი ტიპის დახმარების ან ამ მომრჩევლისთვის რაღაც ფინანსური მატერიალური ან სხვა სახის რომელიც ვთქვათ გამოიხატება რაღაც თანხაში დახმარების გაწევას თუმცა აქ მეორეა რამდენად ასეთი მკაცრი სანქცია ან ზოგადად ასეთი ტიპის
აქცია თავისუფლების აღკვეთა უნდა ვრცელდებოდეს ამ მომრჩეველზე, რომელიც ჩვენ დამეთანხმებით ალბათ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც სოციალური ფონდი მართლა ძალიან ძიმეა და ადამიანები ყოველთვის სიამოვნებით იღებენ ყველა ტიპის დახმარებას და ალბათ აქ მგონი ამაზე აპელირება, რომ 3 წლით თავისუფლებას აღკვეთას უნდა დაექვემდებაროს ის ადამიანი, რომელიც თქვათ რაღაც ამ ტიპის შემთხვევაში ადამიანმა მოქალაქეს გულისხმობ ბუნებრივია, რომელსაც თქვათ არ აქვს ფინანსური საშუალება იმის, რომ იგივე ბავშვებზეა საკმაოდ ხშირად აქ საუბარი და ეს თვითონ პრობლემა არის, ეს თვითონ პოლიტიკურ პარტიებს უნდა დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა, რომ არ მიიღონ. რეალურად მართლაც ესეა, სამწუხარო რეალობაა, რომ ეს დახმარება საჭიროა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის, თუმცა მეორე მხრივ პოლიტიკური პარტიებმა არ უნდა გამოიყენონ ეს ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. თუმცა აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის კი არა, თვითონ საჯარო მოხელეებისთვის და საჯარო სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც არ უნდა იყოს ასეთი ტიპის დახმარებების გაწევა, თქვა წინასაარჩევნოდ გააქტიურებული. რეალურად ჩვენ ეს სურათი გვაქვს, რომ წინასაარჩევნოდ გასაგებია, აბსოლუტურად ნორმალურია, თქვა მისაღებია. თუმცა ახალი რეგულაციებით პოლიტიკურ პარტიებს მთელი წლის განმავლობაში აეკრძალებათ ნორმალურია. ესეთი შეზღუდვები გააკეთოთ, თქვა ამ ესეთი შეზღუდვები შესაძლებელია მოქმედებდეს, არის ქვეყნები, სადაც მთელი წლის განმავლობაში და მართლაც არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში ხორციელდება ასეთი შეზღუდვები, აქ მთავარი არის ის, რომ სანქციები უნდა იყოს ადეკვატური და იმ კონკრეტულ პირებზე და ორგანოებზე, რომლებზეც თქვათ ამ დახმარებას გაწევენ ან გაიღებენ რაღაც კონკრეტულ საჩუქრებს ამომრჩევლისთვის, თუმცა აქაც უნდა ვთქვა, რომ აუცილებელია, რომ ბუნდოვანება არ იყოს. კანონში არის ნახსენები, კანონპროექტში ირიბად ან პირდაპირ, სხვა პირის მეშვეობით. ძალიან ძნელია სხვა პირის მეშვეობით დავადგინოთ ვინ არის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიასთან არ იმყოფება კავშირში, არანაირად არც პარტიის წევრია, არც გაცხადებული მიზნები არ გააჩნია, ამ ადამიანმა განახორციელოს, თქვათ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით, ვინმეს, თქვათ, საჩუქრის გადაცემა, და ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაცია მოხდება, აქ უბრალოდ ჩვენ გონია, რომ სანქციები არაადეკვატურია და ზოგადად არაგონივრულია, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ბუნდოვანებები და ჩვენ გვაქვს იმის პრეცედენტები, რომ ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი შევშირებთ, თქვათ, აი ამ პოლიტიკას. რეალურად ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მცდელობა იმისა, რომ აღმოფხვრას ყველა ტიპის ხვრელი, რომელიც კი საკანონმდებლო ბაზაში არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა. ნუ ეხლა ისიც გასაგებია, რომ ასეთი ტიპის გამკაცრებული რეგულაციები, თქვათ, აქამდეც მსგავსი, თქვათ, პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა და ასეთი ტიპის რეგულაციებზე მაშინ ფიქრი არ ყოფილა, თქვათ, კონკრეტულად ასეთი სანქციები მართლაც არავის მოთხოვნა არ არის, ეს არ ყოფილა, თქვათ, არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არც ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ არის 3 ძალიან დიდი პრობლემა. პირველი არის ის, რომ ამ ახალი რეგულაციებით გამოხატვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე და ეს მიუღებელია. ზოგადად არანაირი აკრძალვა ან შეზღუდვა არ უნდა იყოს დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან. მეორე, თანაბარი პირობები უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის უზრუნველყოფილი. ამას იმის გულისხმობ, რა თქმა უნდა, ამით იმას გულისხმობ, რომ როდესაც ქვეყანაში არის ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის, ძალიან დიდია იმის რისკი, რომ ის ორგანოები, რომლებიც აი ასეთი ტიპის კონტროლს განახორციელებენ, ერთი პარტიის მიმართ უფრო ლიბერალურები იყვნენ, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტიების მიმართ, ეს რა თქმა უნდა საფრთხეს შეიცავს და თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შესაძლებელია ვერ მოხდეს და მესამე არის რა თქმა უნდა ადეკვატური სანქციები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, უნდა იყოს რა თქმა უნდა ისეთი სანქციები, რომელიც რეალურად შესრულებადია და ადეკვატურია იმ დანაშაულისაც, რომელსაც ჩაიდნენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთნაირი რესურსები არ გააჩნიათ. ზოგი მათგანი ძალიან ძლიერია, ზოგი შედარებით სუსტი. ეს არის ასე ვთქვათ ანაბანა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა, ის რომ რეგულაციები პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული უნდა იყოს იმდენად მარტივი და გასაგები, რომ მათი შესრულება ადვილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის და ის არ უნდა ქმნიდეს საშუალებას იმისას, რომ პოლიტიკურ პარტიებს გაუჩნდეთ რაღაც გვერდისავლის საშუალება, უბრალოდ მოუნდეთ ამ კანონის შეზღუდვის გვერდისავლის საშუალება და სხვა გზების ძიება. ასევე არ უნდა იყოს ის იმგვარი, რომ ისი შესრულება ძალიან ძნელი ან შეუძლებელი იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის. თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, ზოგადად ამომრჩევლის მოსყიდვა არ უნდა ხდებოდეს არც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით და მე ვიტყოდი არც სახელმწიფო დაფინანსებით, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მაგალითს მოვიყვან ახლა ვთქვათ იგივე გაცხადებული უკვე
საპენსიო და სადაზღვევო პროგრამა პრეზიდენტის მიერ გაცხადებული, რომელიც რატომღაც ამოქმედება 2012 წლის სექტემბერში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნები ოქტომბერშია, აქ რაღაცა კავშირის დანახვა ალბათ ლოგიკურად შეიძლება. მეინტერესებს ბოლოს შეკითხვა, თქვენი შემდეგი ნაბიჯი როგორ იქნება და უფრო კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა და ხელისუფლება გაითვალისწინებს თუ არა თქვენს რეკომენდაციებს? ჩვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით ერთი, რომელიც ეხება ზოგადად აი ამ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, ბუნდოვანებებს იურიდიულ პირებთან დაკავშირებით და მეორე იმ არაადეკვატურ სანქციებს, რომელიც დღესდღეობით ჩაიდო ამ კანონპროექტში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორმულირებები ასე არ დარჩება. 4 საათზე ჩვენ გვაქვს ერთობლივი ჩვენ ახალგაზრდა იურისტებს და სამართლიან არჩევნებს სოროსის ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაცია და იმედი გვაქვს ჩვენ მემორანდუმსაც გავაფორმებთ უბრალოდ მოუწოდებთ სხვა მოთამაშეებს საქართველოში რომ შემოგვიერთდნენ ამ განცხადებაზე და იმედი გვაქვს რომ ეს ამ ფორმულირებით არავითარ შემთხვევაში არ იქნება მიღება. ძალიან დიდი მადლობა მომსმენელს დამაყურებელს შევახსენებ ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი. უქმესი მადლობა ნინა სტუდიაში მოგზაურობისთვის დროებით.